ხატორი რობერტ სტურუას 100 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. რეჟისორ რობერტ სტურუას მამა მონუმენტური ფერწერის თვალსაჩინო წარმოადგენელია. ექსპოზიცია მის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებულ ნამუშევრებს, პორტრეტებს, პეიზაჟებსა და რელიგიური თემატიკის სურათებს აერთიანებს. ასევე წარმოდგენილია ჭიათურისა და ტყიბულის თეატრის პლაფონების რეპროდუქციები. გამოფენა დღეს 6 საათზე გაიხსნება. დამთვალიერებელს რობერტ სტურუას ნამუშევრების ნახვა 1 ივნისის ჩათვლით შეიძლება. საუკეთესო ნახატები მაინც დარჩა კერძო კოლექციებში. ქართულ ხელოვნებას თუ წარმოვიდგენთ როგორც ერთ ხარობს, მას აქვს თავისი ამიტი პატარა, მაგრამ საკუთარი. ეთქვა მის შემოქმედებას, რომ წინვალე ადამიანი იყო. მომაყურებელმა თვითონ განსაზღვრეს. მხატვარი რობერტ სტურუა ეს არის პირველი ქართველი მონუმენტალისტი, ვისაც ყველანაირი პრემია მიღებული თავის დროზე თავის საქმეში. სამწუხაროდ საქართველოში ამას არ იცნობენ მის შემოქმედებას, იმიტომ რომ ის ხატავდა პლაფონებს, ამიტომ ეს ყველაფერი არის რაიონებში გაფანტული, სხვადასხვა თეატრებში.